სალამი ძვირფასო გამომწერებო, მასვე დისკუსიებით, წინა საახალწლო გამოშვებით გიბრუნდებათ და მე და გიორგი ვფჭობთ რა უნდა იყოს განსხვავებული და ესეთი აღმატებული ხასიათი როგორ შემოვიტანოთ ჩვენ პოდკასტში წინა საახალწლოთ. საერთოდ არ გახსენებია, ხო? არ გქონა საახალწლო განწყობა მაშინ. 3 დეკემბერია მაინც, ხო? მაინც. ხო, ისე სხვათა შორის ეგ მინუსი აქვს რა წინა საახალწლოს რა. შე პირდაპირ ეთერში ხო არის ვქნათ ხოლმე გიო. მაგრამ მე ხელწარილი არ მოსულა მაშინ. რა გქონდა? უჩხელა გაქვს? არა. მე წინ დავიხედე მიშა და დამალული აქ. ღვინო მოვიტანე. ვა, მაგარია. ძალიან მაგარია. ოღონდ ღვინო მოვიტანე, შენს გეცოდინება. გიორგი გვარს არ ვიტყვი. კახეთიდან რო დადიან ჩვენი მეგობრები გიორგი და ბექა. გიორგი მოგვიკითხა ღვინო. ხო, ანუ მე ბექას უფრო ვიცნობ ასე ვთქვათ, მაგრამ კი გიორგისაც როგორ არა ვიცნობ. მოკითხები თბილისიდან ხო და აი ესე რომ მოდიოდი, მე გამახსოვდა რომ ახალი წელი რო იყო მიშა რა, ახალი წლის ვიდეო უნდა გადაგვიყო და წამოვაყოლე. აი მეს რო გამხსენებოდა, სხვათა შორის ერთი ინდაურს მე შემოვაგორებდი აქვე რა, მაგრამ დამავიწყდა ბოდიში მე მაპატია გავხსნო მარტო ღვინით. მიხეილ, მეთქი კი მაგვიალდება თქო, მაგრამ გები აქ ბიჭო. ავდექი და მე შევირბინე კარფურში. ხო. და წამოვიყრა. ბიჭო, ისე ხო? შენ რა გიტო, რაც შეუხდა ხელში წამოვიღე. რაღაცა საახალ ნაძვის ხევი. რაძი, მაიტა, ამას ეს კიდე სახში მეუღლეს დაუძახე, აძებდინე, სახში ვერაფერი ვერ ნახე. აი ხუდი ბოლოს უნდა ავამეღო. მე რა მაგარი ის მაქვს, იცი? მეთქი რქებს დავადგო. თოვლის ბაბუ ის მაქვს, რა ქვია. ქები არ მინდა, ქები მინდა, ბიჭო, რა გინდა? დამანები თავი. ხოდა ბოლოს ხუდებით ვიპოვნე მიშა და ვიცოდი რომ ხუდი მოსულა. მოიცა? დაიცადი ხატო ორნაირ განსხვავებული წამოვიღე სიმართლე სხვა ფერებიც იყო კიდევ მაგრამ რაღაც ეკფერი შევარჩიე მაგრამ ნუ აჰა ნუ საათი და საახალწლო ისე გვაქვს რაღაცა და ყველაფერი ჩავყარე რაც მოხდა სახში ეს მინდა რა შენი იყოს აი ეს ეხავე მოვალ ეხავე მეგობრებო ფორმაში სერიოზულად თქმა ესე ვიждეთ არა ანუ ბლუჟდენიაში შევეყვანეს შევაპატიეთ არა ახალი წელი იყოს რა მაგრამ არა ესე როგორ დამსვა შეხედე მოკლედ შემოკარგებო ესე იგი ვიღაცა იფიქრებს რომ ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული მაგრამ всё ეყოფა ვიღაც ვა მაგარია ბიჭო კი აბა დამდეგს გილოცავთ ძვირფასო გამომწერებო ეგრევე დალია არაფერი არ უთქვია არა წვენი იყო არაფერი არ უთქვია არც მოლოცვა არც კეთილის სურვილები რა უნდა დამახურა თავზე რაღაცეები და მოკლედ ყველაფერი ავი წინა წელს გავატანოთ და ბედნიერ 2026 წელს გისურვებთ აგერ ჩავარტყავ მეც ხა кайხარე მიხეილ გილოცავთ დამდეგს ხალხო გილოცავთ ახალ წელს ბედნიერი ყოფილიყოს 2026 და მშრალია ბიჭო მაგარია მაინც ცოტას ჩაუხვე მიშა და ყველანი ერთნი ვართ ერთი დიდი ოჯახი ვართ იქითაც აქეთაც ყველგან და რა ვიცი გაგვიაზრებინოს ეს კარგად და გვემეგობროს და ჩავხუტებოდით ყველანი ერთმანეთს აბა გილოცავთ ძალიან გემრიელი ღვინო არის გიორგი მადლობა აქედან კიდევ რაღა ღვინოს მასმე ერთი დაპოცით დავარტყე პირდაპირ ეთერში აი მოკლედ წეგა რასაც ვიძახდი ნამდვილად არ იყო ეს დაგეგმილი შემოკარგებო არავინ არ იფიქროთ რომ ეხა რაღაცეებით ვემზადებოდი მაგრამ უარი ვერ უთხარი ჩემ ძმას და მეგობარს და მოდი ჩვენ დღევანდელი გადაცემა ჩავატაროთ ესე გაზმანულმა მაგის დედაც ვარ შემოხედე ხო მე არ მაქვს სათვალეები და ცოტა ხანში გათხოვებ მე შენ გაიქცე კი აუცილებლად აბა მაქსიმუმებას მოვიკლებ ეხა მარტო ვიჯდები ეს რა ხდება შემოკარგებო და წლის შეჯამება არის ჩვენი დღევანდელი ასე ვთქვათ თემა და პრინციპში ბევრი არის სათქმელი იმიტომ რომ ჩვენს ასე ვთქვათ ცხოვრებაში საკმაოდ ისეთი წელი იყო რა ნაყოფიერიც საინტერესოც
სანერვიულოდ ყველაფერი იყო რა მოკლედ რა და რავი საიდან დავიწყოთ? ბიჭო გეგი რათა გეგი დავცინის მაგრად. საიდან დავიწყოთ მიხეილ და კი არ მოგისმენდი მე გეგიზე ვფიქრობდი და ალბათ ყველაფერი ერთად უნდა შევაჯამოთ ხო თუ მარტო ჩვენ თემას ვაჯამებთ? აი ხლა არ დამიწყო გეხვეწები ეს რა ქვია ამ წელს რაღაცა არა ჩვენ თემაზე ვისაუბროთ შენ ჯერიმე ისიც მეყობა ამით რომ დამსვი აქ კაი ჩვენ თემაზე თუ ვიმსჯელებთ მე მგონი რომ ყველაფერი კარგად არის არა ხო არა კი ბატონო რა ანუ საერთოდ რა გვაქვს საწუწუნო წინა წელს ვიყავით მოდი ესე ვთქვათ რა რაღაც დოზით გამოწვევა იყო წინა ახალი წელი იმ თვალსაზრისით რომ მაგალითად 30 და 31 დეკემბერს სხვა ხალხი იყო მოდში მაშინ ერთი ფილიალით ვიყავით წარმოდგენილი კი ბატონო და მე პირადად ისე ვინერვიულე იმიტომ რომ არ ველოდი ხა მართლა რა ვეკ რაც რიგი ვიღაცას ვერ ასწრებს, ვიღაცა უკმაყოფილოა. მახსენდა რა ხდებოდა. კი, და ბევრი იყო რა ეს უკმაყოფილება, რომ ჯერ ჩემი ჯერია და გაიწი ბრატ და მე ამის ძმა ვარ და მე ამის და ვარ და მე პარლამენტარი ვარ და რაღაცები იყო ეგეთი ამბები და მე მგონი წელს მსგავსი პრობლემა არ გვექნება, იმიტომ რომ საიტის გამართულად მუშაობს, ფილიალებიც აგერ წესრიგშია ყველაფერი და აი ახლა თვითონ გამოვიხედე თვალებში. აი, გავიქეთე. ხო და მოკლედ ჩემი აზრით აი სადაც ეხავს ხედავთ ეს არის წლის რაღაც შემაჯამებელი მომენტი რომ მედანის გაუჩნდა ადგილი სადაც ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ძალიან მშვიდად ძალიან მაგარ დანებს თვალი გადააუროს რა. რა ვიცი. გლდანი წელს გავხსენეთ ჩარშემო. გლდანი წელს გავხსენეთ, კი. მაშინ მაგაზე თუ არის საუბარი, ძალიან წარმატებული წელი იყო ეს ჩვენთვის და ტემპსაც თუ გავითვალისწინებთ 2026-ით კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ეგრე გამოდის. ენჯი არ მეპარება და რაღაცა დინამიკას რო შევხედოთ და დავაკვირდეთ თვითონ დანების სამყაროში რა ხდებოდა ამ წელს საინტერესო ვიტყვი რომ თუ კი რამე მნიშვნელოვანი იყო გვერდი არაგვივლია იდეაში არაფრისთვის. ერთი ორი გამონაკლისის გარდა, ავიც ყველა საინტერესო ბრენდი, ყველა საინტერესო მოდელი. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ჩვენ იმაზე პრეტენზია, რომ რაღაცა ათასობით ბრენდს იმას ვიზავთ რა, შევეჭიდებით, მაგრამ ყველა ის, რაც იყო იმ მნიშვნელოვანი, ჩვენთანაც იყო რა. კი ბატონო. ამ შემთხვევაში საუბრობ როგორც მედანის სახელით, ასევე ლესეს სახელით რა. მოდი ჩვენ თემაც ამოწუროთ. ზოგადად სადანესფეროშიც ბევრი გვაქვს სალაპარაკო, იმიტომ რომ სადანესფეროშიც საქართველოში ძალიან წინ მიდის ყველაფერი. ჩვენ თემაზე ვინც არ გვადევნებს, ისე კარგად თვალს და ახლა შემოგვიერთდა იცოდეთ რომ წელს გავხსენით გლდანის ფილიალი გავხსენით და გავხსენით მეგალაინის ფილიალი. დავიმატეთ ბევრი ახალი ბრენდი და გავაკეთეთ საკუთარი ბრენდი. საკუთარი ბრენდი გავაკეთეთ და ნიმუშებიც გვაქვს. სამწუხაროდ ვერ მოესწრო ახლა რო გქონოდა უკვე მასიურად, ისიც იმიტომ რომ მაგრამ გავართულეთ. კი ბატონო, კი. მაგრამ სამაგიეროდ 26-ში მაგის ის ჩვენი დანებით უნდა კეთდებოდეს ის სახაზოს უფლები, ხო? ბევრი ოჯახი. იქით იმაში, კი, კაცო, კი. ეს კაი მიზანია ის სხვათაშორის რა. მოიხსენ. მე გულკეთილი კაცი ვარ, დიდი ხანი არ გაწვალებ, კი ბატონო. საკმარისად გვეკეთა და მაგრამ კუდი არ მოიხსნა. კუდი არ მოიხსნა და აუ მეტი არ მინდა ვინმე მაგაზე რამე სუდი კომენტარი არ დამიწეროთ, თორე დაგერხევათ. ეგ ხუმრობა რა თქმა უნდა იქით იყოს. ხო და ჩვენ თემაში ძალიან წარმატებული იყო და პირველ რიგში მადლობა თქვენ ყველას, იმიტომ რომ გვერდში გვიდგარ ხართ. რა თქმა უნდა, აბარა. და ძალიანად თუ შევაფასებთ ასევე ქართულ რეალობასაც ორი გამოფენა ჩატარდა. კი ბატონო. ორი წარმატებული გამოფენა, ერთი მეორეზე უკეთესი და ყველგან რო იტყობოდა რომ წინარი წასული ეს ყველაფერი და ჩვენ რო ეს ვიდეო დაიდება, ახლა ველოდები მე ახლა 6 დეკემბერს ტარდება, ხო მგონი თუ 8 დეკემბერს კიდევ. ისი რა 2-ზე მეტი ჩატარდა, მაგრამ ნუ ხა სამწუხაროდ არის, ხა ჩვენ არ გქონია შეხება და მანდაც პირდაპირ მინდა ვთქვა რომ რაღაცა ამბიცია ყველას გვაქვს ჩვენი პატარა და სიმართლე რო გითხრა, როდესაც ამ დარგში რაღაცას აკეთებ ადამიანი
აშუქებ იმას, სადაც იღებ რაღაცა დოზით მონაწილეობას და ეხლა რომ ენახა ჩემი თვალით, სხვაზეც აუცილებლად ვიტყოდი, უბრალოდ არ მინახავს რა და კი. რაც არ მინახავს იმაზე მიჭირს ლაპარაკი. ეხლა მე მგონი რაღაც 6 თუ ვრადიკებებს ტარდება, არტ-ნაიფ ექსპლუატაციას და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ძალიან წინ მიდის და წარმატებები ყველას წარმატებული არის ამ სფეროსათვის ეს წელიწადი და კიდევ ერთხელ მადლობა პირველ რიგში კოლექციონერებს და თქვენ. სხვა კიდევ რა შევაფასოთ ამ თემაში მიხეილ, ჩვენთვის რა იყო? ანუ, არ ვიცი, ოსტატებს მინდა რომ ყველას მოგილოცოთ პირველ რიგში შემოკარგებო, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი თქვენთაგანი ისე ნაყოფიერად შრომობდით, ალბათ ვიღაცას მეტად დაუფასდა, ვიღაცას ნაკლებად დაუფასდა და მუდმივად აი რაზეც არის ხოლმე რა ლაპარაკი რომ ასა ხელშეწყობა, საუბარი, ანუ მე მგონი ყველანაირად ჩვენს ძალებში რაც არის ყველასზე ვსაუბრობთ, სადაც ვხედავთ საინტერესო ოსტატს და საინტერესო ქმნილებას ჩვენი სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა, ვეძახით და თუ ვიღაცას, რა ვიცი, გონია რომ რაღაცას დაუშვათ აკეთებს და ის ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ ვერ ხვდებით ამას. რავი, ბოდიში მომითხოვია, ჩვენ გვაპატიეთ. ნუ მაგაზე ვართ, რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანები ვართ და ობიექტურები ვართ. დანარჩენი ოსტატები რო ახსენე, ხო, მაგას გამოვყოფთი კიდევ. ნუ ახალი იყო ირაკლი ბაქრაძე, არ მონაწილეობდა არჩევნებში, პირველად მიიღო წელს მონაწილეობა და კი ბატონო. ვისურვებდი, რომ ყოველ წელს შემოგვმატებოდნენ ახალი ხელოსნები, ჩემს გვერდზე სულ იმას ვიძახი ხოლმე, რომ ეს სფერო არის ისეთი სფერო, რომ ნებისმიერ მოყოლს შეუძლია მოუსინჯოს კბილი, იმიტომ რომ დიდი სივრცე არ ჭირდება, დიდი ინვესტიცია არ ჭირდება, დიდი რაღაცა არ ჭირდება და ყველას მოკლედ შეგიძლიათ რომ ეს რაღაცა სიყვარულით დანების, აქციოთ, ხობათ რომ თქვენც რაღაცა გული გაიხაროთ. არ არის აუცილებელი რაღაცა ისეთი მაგარი გააკეთოთ, თუმცა თქვენი ნაკეთები რო იქნება და თქვა სასაჩუქრეთ და ასე შემდეგ ძალიან მაგარი არის. ერთი რაც მინდოდა რომ ამ გადაცემაში ასე ვთქვათ ყოფილიყო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ახლა ვერ მოვახერხე მე პირადად. ჩვენ პირადი კოლექციაში ნამატი და გამორჩეული ნამატი რა და მოდი ესე უბრალოდ თეორიულად კითხავ რა. ერთი კონკრეტული დანა რო აიღო, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა რითი. უბრალოდ ჩვენთვის არის ყველაზე გამორჩეული წელს დამატებულ დანებს შორის. რა სიტყოდი კი? ბევრი დანა დავიმატე. ხო, ნუ ერთი ნუ გამოარჩიო რა. ნუ ხო კიდე კრისრივი მახსენდება ესე გამორჩეულებში მიხეილ. კრისრივები ძალიან მიყვარს და ალბათ მგონია რომ ვერასდროს შეველები და ხოკის დანებსაც ვერასდროს შეველები. სხვა რაღაცებზე რო ვფიქრობ, ეხლა სხვა რაღაცებს კიდე შეიძლება შეველიო. მაგრამ კრისრივებსაც შეიძლება ოღონდ იმ იმედით, რომ დანებს ის როდის ვყიდი ხოლმე თქვათ რაღაცან გავცვლი ხოლმე, რო ვიცი რომ ვიშოვნი და იშოვნება. გასაგები. გასაგები. თუმცა ნუ მაგ მოდელს გავიხსენებ, შეგე როგორაა? მე მაგალითად საერთოდ არ ველოდებოდი, რომ წელს აი ფინჩის ის დანა მოხდებოდა ჩემთან და მიმაჩნია, რომ ნამდვილად ძალიან მაგარი ნამატი იყო ჩემთვის მოდელი. ეგარ გამხსენებია. ფინჩი, ბუფალო თუს, კი ბატონო. ჩავასწორეთ. კი ბატონო. გამოშალე, ჩემთვისაც ეგ არის, მაგარიდან. ორივეს გვაქვს სხვადასხვა მოდიფიკაციები და პრინციპში გიორგის რო ის აქვს, მის ასე ვთქვათ, მადლით მე ეს მაგ და რაღაც გადაბოლად არის კი. კარგი დამთხევა. და რა ვიცი, ალბათ ყველაზე სასიამოვნო რაც არის წინა საახალწლო გარემოში ზოგადად ეს არის საჩუქრების სამზადისი და მე არ მინდა რომ ეს გადაცემა კონკრეტული უბრალოდ სარეკლამო გადაცემა არ არის. ანუ დანა მიმაჩნია, გულწრფელად მიმაჩნია ფანტასტიკურ საჩუქრად. და დანები რომელიც მე პირადად შევარჩიე ზუსტად იმ კრიტერიუმით, რა კრიტერიუმითაც მე შევარჩევდი საჩუქრად სხვისთვის რა. ამიტომ არ ამიღია დაუშვათ რაღაცა სხვადასხვა მარკეტინგული მიზნებით, რაღაც მოდელები, არადა შემეძლო თავისუფლად, იმიტომ რომ გულწრფელად ვიძახი ჩვენ მაღაზიაში 90% 100-დან დანა მომწონს. 10% შეიძლება არ მომწონდეს რა. მაგრამ ეხლა ავიღე მარტო აი იმ კრიტერიუმით მე თვითონ რო ვაჩუქებდი ჩემთვის ძვირფას ადამიანებს რა. მე სხვა პრინციპით შევარჩიე მიხეილ. აბარა პრინციპით შეერჩიე. მე შევარჩიე, სხვებისთვის რომ მეჩუქებინა სხვა დანებს შევარჩევდი. ანუ მაგ პრინციპით რომ მქონოდა.
შევარჩიე რომ რა გამიხარდებოდა რომ ჩემთვის ეჩუქებინათ ამ მაღაზიაში. აჰა, გასაგები, ანუ მოკრძალებულად მიუდექი ესე. ნუ უფრო მარტივად შევარჩიე. გასაგები. გადავხედე რომელზე მომეწონა ჩემთვის რომ გამიხარდებოდა. ოღონდ შენ მეტი გაქვს მიხეილ და მე მგონია რომ შენ უნდა დაიწყო თუ მაგ ეტაპზე გადავდივართ. ხო, მე მეტი მაქვს და აგერ ეხა ერთი დანა მაქვს და აი ამდანიც დავიწყო. კაი, ამდანიც და მაგდანას აქებდი წეღან ძალიან. ამდანას ვაქებდი და აი საახალწლოდ ძმაო დაჟე აი მაჩუქეს დანა საჯაროდ გეუბნები მაჩუქეს დანა ახალ წელს რომ მოვა ახალი წელი. რა ფერებში გვაქვს? აიცა 26 დეკემბერია ნახულობ ხალხი. რა ფერებში გვაქვს? ხო, არა, ახალი წლის მერე, ხო, კი ბატონო, თუ დარჩა. თუ დარჩა, კაროჩე, პირველში მჩუქნე. მაგრამ ისე დიდი ძალიან გამიხარდება რო არ დარჩეს, იმიტომ რომ გულახდილად ვიძახი რა. ეს არის დანა, რომელმაც იმდენად მომხიბლა, რომ აი დავიწყე რაღაცა დეტალურად შესწავლა რა. და რატომ მომხიბლა ვიტყვი რა. პირველ რიგში კონსტრუქციულად ჩემთვის არის ძალიან მისაღები. ძალიან მომწონს ორი ტიპის ფლიპერი, ანუ კლასიკური ფლიპერი და ფრონტ ფლიპერი, ანუ წინა ჩვეულებრივი. ძალიან მომწონს კლიპსა მავთულისებრი, რომელიც ძალიან იოლად გადადის მეორე მხარეს და განსაკუთრებულად მომწონს აი ეს პატარა ადგილი, რომელიც პარაკორდისთვის არის განკუთვნილი. ასევე აი ეს ფრეიმი, სადაც ერთი მხარე გვაქვს მეტალის ფრეიმი და მეორე არის ჯიათი. ნუ აი ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია. და ჭრა, ანუ ჩემთვის დანა, რომელიც არ მჭრიჭს, ხო, რავი, არ მაინტერესებს რა და აი აბსოლუტურად მისაღები ქარხნული ჭრით გაგილესო მიხეილ, უკეთესად გაგილესო. ხო, არა, მაგაში მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ აი ხო ხვდები რასაც ვიძახი გიო რა, აი გული მწყდება ხოლმე, როდესაც ქარხნულად თქვა ვერ ჭრის რა დანა. მიხეილ, დავთვლი ცოტა გრადუსი მომეკიდა ეხლა და მოკლედ ეს დანა მინდა რომ გაჩუქო ეხლა მე შენ. აჰა. ხო, ოღონდ ერთი პირობით. აბა, რა ვქნა? გადავლისვით ხო გადავლესავ რა თქმა უნდა. გავტესტოთ? არ ვიცი, არა კაცო, ის არ მილაპარაკია შენთან მე მგონი მაგაზე. ლაზერს ვყიდულობთ. მაგაზე კი გილაპარაკია, როგორ არ გილაპარაკია, მაგრამ ფაქტი არ გითქვია რა. ძალიან მაგარია, რა შეიძლება ჩამოსულის იყოს ხო და რაღაცა დავაწეროთ ხო? დავაწეროთ და მაგ პირობით რა. სიამოვნებო. აი, შევთანხმდით. რა დავაწეროთ, იცი? მოიცა როგორ ესე აი ქუდებთან კავშირში რო იყოს, სამე რა ეგეთი რა. მაგარ ლაზერს ვყიდულობ თუ გინდა, აი ესეთ სურათს დავაწეროთ. ისე ქუდებით. აუ, თუ გამოვიდა ვაფშე საოცრება იქნება. მოკლედ მეგობრებო, 135 ელი ქვია ამ მოდელს SRM-ის და აი ორი ხელით თამამად უწევ რეკომენდაციას რა. კაი, არის. ერთსაც მივაყოლებ, რახან მეტი მაქვს დანები და აი ესე იგი ამდანის მერე მინდოდა რომ მენახებინა დანა რომელიც რო ვთქვა რომ მე ხა ვენებს ვიჭრი ისე მიყვარს იაპონური ზოგადად მოვიტყუები. მიუხედავად იმისა რომ იმას გაუკვირდეს, მე არ ვგიჟდები იაპონურ ოსტატობაზე რა. ხო, ნუ უცნაური ნათქვამია, მაგრამ აქვე ვიტყვი რომ არ ვგიჟდები განა ხარისხზე და ფოლადზე და როგორ მაგ ყველაფერი დიზაინი მე არ მխებავს. მაგრამ ეს არის ძალიან გამონაკლისი და ზოგადად კირიდაში არის ჩემთვის და ჰიგონოკამი არის, აი ეს ორი მიმართულება არის გამონაკლისი. ეს არის ჰიგონოკამი ამ შემთხვევაში, όμως კლასიკური drop point პირით რა. ეს მოდელი როგორც კი დავინახე, ნუ აი რა ვიცი რა გითხრა, აღშფთოვანებული ვიყავი რა. ესე იგი ეს გვაქვს აქ VG10 კი ბატონო, VG10 ტარი არის ხე, ოღონდ არ მახსოვს რომელი და ზოგადად ანუ იაპონური დანები თავისი ხელმისაწვდომობით არ გამოირჩევა და ეს კონკრეტული მოდელი შედარებით ხელმისაწვდომი არის, აი აგერ არის. ამ მოდელს ქვია MC0192, 389 ლარი იღებს და იაპონური დანისთვის აი ძალიან ხელმისაწვდომი ფასია. ეხლა წეგანას გითხარი, შენ დამასწარი ამ დანის აღება, მეც ვინოდა ამ დანის აღება.
ყველაფერი ძალიან მოწონს ამ დანაში. ერთადერთი ის გულისწყეთა მაქვს, რომ მყარი ჩამკეტი მექანიზმი აქვს და აი მქონდა იმედი, რომ აი ეს მაინც შეიძლება არ იყოს. მყარი არა აქვს იმათ თქვენს მყარი აქვს, თორემ ჩვენ ვიცით რომ არა აქვს. სამწუხაროდ ამაზეც ჯერჯერობით პრობლემა არის. სხვა ამდანას არ ვიცი, აი თან ძალიან მიყვარს რა ეს უკვე ეს slip joint-ების ხონერი ხასიათზე მაყენებს, ხონერი ყურადღებით ხარ დანასთან, ხონერად ხარ. რა სიტყვი, ანუ აი ამ დანის გაკეთება ქართულ რეალობაში არის შესაძლებელი? ქართულ რეალობაში მე მისაუბრია რამდენიმე ხელოსანთანაც მიშა და შესაძლებელი არის და ყველას თავისი ხედვა აქვს, მე კი არ ვიზახი რომ ეს სწორი არის და ესე უფრო წარმატებული იქნება, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ჯობია ერთ რაღაცას აკეთებდე ძალიან მაგრარს, ლამაზად. თუნდაც ერთი მოდელი იყოს და გვაქვს მაგისი მაგალითები მსოფლიოში რომ ერთ მოდელს აკეთებს და ძალიან მაგრარს და მთელი მსოფლიო იცნობს. და აი ჰოუმარტივესი არის, ჩამკეტი არა აქვს. მაგრამ რომ კარგი იყოს და გამართული იყოს და ქართული ესეთი იგონოკამის სტილში slip joint-ი ერთი ქართველი ოსტატისგან მაქვს მე მსგავსიდან კოლექციაში, ეხა სახელს და გვარს არ ვეთქვი, მაგრამ თვითონ მიხდება მე მგონი. და ჩემი აი ძმური რჩევა არის იგონოკამი, ანუ აი რომ მიიყვანო ბოლო დეტალამდე, მე მგონია რომ აი რა ვიცი, საოცარი კომერციული წარმატება ექნება. საოცარის და მაგარი იქნება, ანუ რაღაცა გამართული რო გქონდეს ქართული აი ესეთი კარგი, იქნებოდა ძალიან მაგარი. არ არის აუცილებელი არ გინდა თუ რა ჩამკეტი ქონდეს. ნამდვილად. საოცარი დანა არის slip joint-ი და არც ის არის კიდე სარნიში და ოქროულობაც არის აუცილებელი რა. კი ბატონო. ძალიან მაგარი. კარგი, აბა გისმენ გიორგი, ეხა ყურადღებით შენ. მე მოდი გადავალ ჩემ ერთ-ერთ ფავორიტს სანამ მიტყვი მაპატია. მიდი გაჭა. აბა ნახო. აი ის უკეთესად ჭებს. კაილესება იგეც. კაილესება იგეც. სხვა დროს ალბათ რაღაცა ფავორიტებს ბოლოსთვის შემოვინახავდი მიშა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი პირველი შემოვაგორებ. ო, ეგ მეყვარს მე სიგნალა. ო. რა უცნაური არის, რომ დანა შეიძლება იდოს ძალიან დიდი ხანი და ვერ ამჩნევდნენ. აი მეცნიერა და შენ ამის ბიძაშვილი არის, მაგრამ შენ შემამჩნევინე და დღეს არის ჩემი სახმარად საყვარელი დანა არის. არ მახსოვს სხვა რა. კოჩილი. კი, მაგარი. ხო მოგწონს მაგარი. გიჟდები, ოს ვერც მე ვერ შევამჩნე. აი ესეც, აი ვერ შეამჩნევ ერთი შეხედვით ესე, მაგრამ აი ულამაზესი, სადა, ძალიან წვრილი, კომპაქტური და არ ვიცი, ყველაფერთან ერთად პრაქტიკული, ფიჯეტიც, აი ძალიან მაგარი დანა არის. ნამდვილად გეთახმები. ეხლა რო ვიძახე ამას ხოლმე, ვფიქრობ, რომ ერთ წელი უნდა ვიყიდო, თორემ მე შეიძლება გამოდის ეს მოდელი კიდევ. მე მგონია. იმიტომ მე არ მაქვს ხო და ეხლა ეს მოდელი და ეს აი მიუხედავად იმისა, რომ ხო პატარა ისა აქვს. ეს ჭრისმო. აგი ეს სისტემა შეიძლება. ეს one click პირით ძალიან მიყვარს, მაგის ძალიან პრაქტიკული არის, მაგრამ აი ძალიან ლამაზი დანა არის, ძალიან მაგარი და გეთახმები. ისეთი რომ არ შეგაწუხებს ტარებისას არანაირად, აი ეს დანა რო ეჩუქებინათ ჩემთვის აქედან გამიხარდებოდა მაგარი. ბიუჯეტი ამისი ხო არ გახსოვს მან რა არის? ზოგის დამჩა, მაგრამ ამისი 139 ლარი, აი არ ვიცი. მოკლედ ვთქვათ, სენკატი ჯუბილარის მოდელი. სენკატის ჯუბილი. ძალიან მაგარი დანა არის, ჩემი აზრით მოგწონს. მე ხო, ანუ მით უმეტეს ამ კატეგორიაში არის საოცარი. აი უამრავი დანა არის და ყველას თავისი ხიბილი აქვს, უბრალოდ თუ შეხვედრით თვალი რო გაქვს ბიჭული, იმას ხედავ რა და აი რომ ნამდვილად ხედავ დევს თავისი და ძნელი არ შემჩნევა რა. ყველა დანა შემჩნევა უნდა რა, იქ შეიძლება მე ვერ ვამჩნევ ახლა კიდე სხვა რაღაც ძალიან მაგარი დანებს. ხო. მოკლედ სენკატი ჯუბილი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი, მოკლედ დღევანდელობის აი ეს მაქვე ვიტყვი რა, ამ დანაზეც რომელზეც ესე ვგიჟდები რა. ვერ მოვიტყუები რომ ეს დანა მე აღმოვაჩინე, იმიტომ რომ ამ ბრენდის მე სხვები აღმომიჩენე. ეს კონკრეტული ერთმა ძალიან საპატივსაცემლო იუთუბერმა ძალიან სხვა თვალით დამანახა. ანუ მაგასაც მე მგონი აღიარება უნდა და თქმა რომ არ არის საჭირო რომ ყველაფერს ჩვენით ვამჩნევდეთ რა. ვიღაცას უნდა მოусვინო რა. კი ბატონო. მეც ბევრი დანა აღმომიჩენია ეგრე და ჩემი აზრით, ვისაც მსგავსი სტილი გიყვართ, აი საოცარი დანა არის. ეს ამას მიაქციეთ ყურადღება. მინიმალიზმი, ძალიან დახვეწილი ფორმები და ფუნქციური დანა. კი, და აი ძალიან სასიამოვნო ძის ხელში და ძალიან მაგრად იხსნება. ჩვენიერი. კი ბატონო, გადავიდე? გავუძელო? ეხლა 4 წელი მაქვს მე. მოკლედ, როდესაც თავიდან ამ ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტეთ, მივედი კარადა, ქართულად კარადა, თუ რა ქვია ქართულად? კი, თაროსთან მივედი და ხუთივე დანა, რაც უნდა თავიდან 5-ზე შევთანხმდით, ერთი ბრენდის დანას ვიღებდი რა და ხა მე მივხვდი რომ
მეთქი ტეხავს რა, მეთქი ვიღაცა იფიქრებს რომ ბრენდი ფულს უხდის მეთქი რა. ხო და ნუ ხუთის მაგივრად 2 ავიღე მოკლედ და ეს არის კაიზერი. ჩემი და კაიზერის სიყვარულის ურთიერთობა ხო, საქვეყნოდ არის ცნობილი და მოდელი, რომელსაც მე ახლა გაჩვენებთ, ეს მოდელი მიყვარს 5 თუ 6 წლის წინ გამოვიდა იმ დღიდან. მაგრამ ადრე რომელიც იყო გამოშვებული, ის იყო ფლიპერი. ეს არის slip joint. და ეს კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. ეს არის Kaiser York-ი, რომელიც არის ჩემთვის აი სოლიდურობის და დახვეწილობის აბსოლუტური ეტალონი რა. აი თუნდაც აი ეს წარწერა ზევიდან რეილაკონიკო როგორ აქვს. ანუ აი ძალიან მაგრად მეყვარს ეს რა. double detent-ია ხო მგონი? არა. ნახე. არ არის double detent. აბა რა კეთავს? კი, double detent-ია? კი, double detent-ია. არა. ერთი detent-ია. ერთი detent-ია. ხო, ერთია. კი, ერთი ერთი აქვს მიშა. ერთი აქვს. ერთი detent-ი აქვს. ევროპული ანუ კანონმდებლობისთვის მოარგეს ეს კონკრეტული მოდელი. და ნუ აი ძალიან მიყვარს რა. იმედია slip joint-ებს შევძლებთ რომ ადრე თუ გინდა ვატაროთ და არ ვიცი აი ისეთი სასიამოვნო აქვს რეილაკონიკოსი მეც მაქვს ნუ დიზაინერი თვითონ ძალიან მაგარი არის და კი ბატონო. არ საოცარიდან არის 200 ლარის კატეგორიაში არის. ის სხვანაირი ხიბლე ბოდიში ვიტყვი რომ ორი ხელით იხსნება დანა. კი, აბა რა, საერთოდ სხვა მუღამია და აი დანას ამოიღებ და აი ეს მშვიდ და წყნარად ნელა გაახსნი ორი ხელით და რაღაცას გაჭრი გამოჭრი. მანდ უკვე ჭრასე მიდიხარ და სხვა ემოციები არის. ესეც გავჭრი მინდა ესეც ვნახო. ანუ აქ ფოლადი ან ტარი მაქვს ალუმინი, ფოლადი მაქვს ნიტროვი, კი, ნიტროვი მაქვს. ნამდვილად. აბატონო. ჩართე? მოკლედ ისე გამოვიდა რომ გიგი გაერთო ჩვენი ყურებით. გაგვიჩალიჩა, კი ბატონო. გაგვიჩალიჩა. მე ხა პახმილიაზე გამოვდივარ უკვე. დაგიხა კიდე. აბა მაგას საინტერესო დანაგიჭირავს და აბა გითხარი ერთი. წეგან ძალიან საინტერესოდ საუბრობთ ამაზე. სამით გავთ შემიზეკავდნენ. მოკლედ. ხო. ეს დანა მოკლედ, რომ შემოვიარე აქაურობა რომ მეთქი რომელი დანა მომეწონებოდა მეთქი. ნუ პირველ რიგში ფერებით მოვიხიბლე მიხეილ. სანრენმოა. სანრენმოა უბრალოდ დანა არის. ხო და ფერებით მოვიხიბლე სიმართლე გითხრა. რომ გადმოვიღე ხელში რომ გზა და გზა აღმოჩნდა რომ მხოლოდ ფერები არ არის და რომ აღმოაჩინე რომ თან slip joint-ი არის. მაგ შემთხვევაში გადავწყვიტე რომ აუცილებლად გამეხარდებოდა რომ აი ეს დანა ჩემთვის ეჩუქებინა. Twinoid detent? არა, ჩვეულებრივი slip joint-ი არის, ჩვეულებრივი სტანდარტული slip joint-ი არის. დანას რო ჩავეძიოთ ახლა Sanrenmo არის 63 ლარი ღირს. კიდევ ერთხელ ფას გავუსვა გავახვილებ ყურადღებას რომ ფას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა დანების მოყვარულისათვის. თუ დანები უყვარს, რაც არ უნდა იყოს, აი ეს დანა პირადად მე ახლა ძალიან გამეხარდებოდა ვიღაც რო ეჩუქებინა, იმიტომ რომ დავინახავდი რომ კარგი დანა არის და შესაბამისად გულიანად შეარჩია ადამიანმა, რომ კარგი გემოვნებიანი გამართული დანა მაჩუქა. რა მომწონს ახლა ამ დანაში? slip joint-ი ძალიან გამართული აქვს, ძალიან კარგად იკეტება, აი ლიფტი არ აქვს არანაირი, დაწოლით უკვე დაიძრა, აი ესე ჩერდება, იკეტება. ძალიან კარგად. Heretic-ის slip joint-ი გახსოვს? გახსოვს 1300 ლარი გიზნა თუ 1400 ლარი. შემდეგ კლიპს აი ულამაზესი ლურჯი ფერის კლიპსა, რომელიც ძალიან უხდება, მაგრამ აი ესე მარტივად ასევე შეიძლება რომ მოიხსნას კიდევაც. კი ბატონო, მეორე მხარესაც გამოვიდეს. ან საერთოდ თუ გადაწყვეტ რომ არ გაუკეთო, აი ესეთი პარაკორდის გასაყრელად ულამაზესად აქვს შიგნით გამოყვანილი, რომ ფურნიტურას შევხედე მე როგორ მომეწონა, რა კაი ვინტები აქვს დააკვირდე პოსტა. კაი, მაგერს ახლა მეც უყურებ ახლა რომ აი ეს პივოტი ღერძიც როგორ ლამაზად აქვს გამოყვანილი ფერებზე ნაფიქრი აქვს. ძალიან მაგარია. ხელში ძალიან სასიამოვნო არის. ჯიათია. კი ბატონო. ძალიან კარგად ზის პირი გამოყვანილი აქვს, ფოლადის რაღაცა გვექნება, რაღაცა კი არა 12-27 სენდვიჩი გვაქვს. გაჭერი. არ ვიცი. გაჭერათ, მოდი. გაჭერი. ჭრაც იცის? ჭრა ძალიან კარგად ჭრის. მოკლედ, ძალიან მაგარი დანა, Sanrenmo-ი. ცოტა ჩინურად აწერია, სადმე თუ არ აწერია. კი, აწერია ჩინურად, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, შესანიშნავი დანა 63 ლარად იქნებოდა ჩემს კოლექციაში დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, ჩემი ჯერი მოვიდა დანების და მოკლედ ერთი დანა მინდოდა ისეთი ყოფილიყო, რომელიც ხალხს, ვისაც კულინარია მოწონს
მათ გამოადგებოდათ საველე პირობებში, ანუ დასაკეცი კულინარიული დანა, სამზარეულოს დანა და შევარჩიე Spyderco Native Chef-ი, რომელიც თავის სახელს ამართლებს და ნამდვილად ესეთი შეფის დანა არის, საკმაოდ დიდი ზომის დანა არის, მაგრამ ძალიან მსუბუქი, კარგი ჩამკეტით, კარგი ჭრით და, Spyderco-ს, მოყვარული ვარ, ალბათ ბევრმა იცის, მიყვარს მისი ერგონომიკა, ჯიმპინგი, ყველაფერი მიყვარს ამ დანის მოკლედ რა და ესე შევარჩიე. ამ დანაზე მე არ ვიცი ალბათ ვერაფერს ვიტყვი, ერთი იმას დავამატებ, რომ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, Spyderco არის ჭრელი დანები, ძირითადად 95% მოდელები რაც არის, იცოდეთ რომ არის ჭრაზე გათვლილი, პირდაპირ იგაგებით თავისი გეომეტრიით, ლესვის გრადუსით და ასე შემდეგ. მაგალითად, ქოლცლები არის უხეში მოხმარების დანები და მეტი წილი მოდელები ეგრეა გაკეთებული, ბენჩმედები რაღაცა შუაში ჭრიალებენ. Spyderco-ს ეგნიშა უჭირავს და ამ შემთხვევაში მოდელიც რო ეგეთი აქვს გაკეთებული, რომ ჭრაზე არის გათვლილი და მაგისი აქვს ერგონომიკა და ყველაფერი, ხო? ნუ რა თქმა უნდა, რომ ძალიან მაგარი და სასიამოვნო იქნება აი ამ ყველაფრით. კარგად საველე პირობებში კარგი საკვების გამოზარდება. მე გავჭრა თუ შენ გაჭრი? ახლა მე გავჭრა. აი თავი როგორ ჩავა. ჩემი ცოტა უფრო სუფთა ჭრიდა ჩემი. სანრენო არა? გათხოვე, აბა დამაიხა იმას მიქენი შენ. მედი. აბა რაღაცა ხმა ისეთი მომეჩვენა. მე პროსტა ეს ზემოდან დავატარე. აბა. კი. ხო? კი. ედო. უფრო სუფთად წერეს. არის. კარგი. არაფერი ლეს სისტემა არის. ნუ მაგი დიდი საიდუმლო არ არის რომ ჩინელები კარგად ლესავენ. კი ბატონო. შენ მანახე რას ქონდა პრიალანა ლესი ძალიან კარგად გალესილი დანა. იმას რა ქვია, ეს არის გეგონება ძვირფასი რაღაცა ლესვავს ჩატარებული, კი ბატონო. კი ბატონო. გავაგზელეთ შემდეგი. ჯერი არის? ჯერია. აი კლამაზი დანაჩანს. ესა? დიახ. ეს შემოვიყვანო? შემოვაგვაროთ. შემოვიყვანოთ სტუდიაში. მოკლედ, Squid Industries მეგობრებო. და აი ესე შემოულა რომ მქონა მაღაზიაში, მე 5-დან მაქვს შერჩეული, მე ხელმა ცოტა მეტი შეარჩია და 5-დან ერთ-ერთი ამაზე გავაჩერე მე არჩევანი. ოღონდ რა გაუსაუცარიც არ უნდა იყოს, სტანდარტული ვარიანტი არ არის ეს. ყველასაგან განსხვავებით არის აი ესეთი სავარჯიშო ვერსია პლუს ბოთლის გასახსნელი. აბა ერთხელაც დაატრიალებია. არა, შენ კარგად, ანუ რო ერთი ეს დატრიალება ვიცი მარტო მეტი არა. დატრიალება არ ფშოშერ, ანუ ხელი, ანუ ის არ გაქვს რა, ანუ ხო. ანუ პოტენციალი მაქვს. რა, ясно, ხო, ზოგადად ლესავს კარგად. ის კარგად ატრიალებს. ხო, ნუ სული მქონია ბევრჯერ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩაუჭექი, მაგრამ აი ეს ბოთლის გასახსნელი რომ მქონდეს, ხო. ეინუშდენი დავატრიალებდი და ვისწავლიდი ახლა. მოკლედ, ჭრელდანა ბევრი მაქვს, ბალისონგის ტრიალი მე კარგად არ ვიცი. და ბევრს რაღაცა გონია ხოლმე რომ აი ესე თქვა აი სავარჯიშო არის და არ აქცევენ ყურადღებას და სინამდვილეში ემოციებია ეს ყველაფერი და ემოციების თემაში აი ეს ძალიან საინტერესო ნივთია. ზვიგენის სპირით აღებ, ანუ წარმოიდგინე ბარმენი რო ხარ, თა ისეთი რა, მაგარ ბარში რომ მუშაობ და ესე რომ დაატრიალებ და წკაპ რო გაუხსნე მომხმარებელს, რამ ხელა ეფექტი აქვს, რა ვიცი. თუ შენთან ივლიან მერე დარწმუნებული. მეც გავერთობი და სხვაც გაერთობა დარწმუნებული ვარ და მთლიანობაში ემოციები არის ეს ყველაფერი და აი მას მხოლოდ კაი ემოციები მოაქვს ჩემთვის. მოკლედ, Squid Industries-ის აი ესეთი სავარჯიშო ვერსია. პლუს ეს დავამატებ რომ ბევრს გონია სავარჯიშო ვერსიები რაღაცნაირად ბევრად იაფი უნდა იყოს, მაგალითად სტანდარტული თუ გრის 1000 სავარჯიშო უნდა გინდეს 300 რაღაც ბევრს ესეთი წარმოდგენა აქვს და არ არის მას. სინამდვილეში დიდი სხვაობა არ არის. ზუსტად იგივე დანა არის, ზუსტად იგივე ხარისხის, ფოლადს ყველაფერი იგივე არის, უბრალოდ პირი არ არის გამოყვანილი დანისებრი და ამ შემთხვევაში სხვა მხრივ არის ნამუშევარი რა და საბოლოო ჯამში სხვაობა არის, თუმცა არა იმდენი, თქვათ, რამდენიც ბევრს გონია ხოლმე. კი ბატონო. მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იმ 5-დან Squid Industries-ის. ვინც მიიღებს ესეთ დანას საჩუქრად, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგრად გაუხარდება და ესეთი ბოთლის გასახსნელი ბევრს არ ექნება ყოველ შემთხვევაში. ნამდვილად. და აქვე ჩემი ფავორიტი ფერი ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ Spyderco-s ასორტიმენტში განსაკუთრებულად მომწონს აი ეს ვარდისფერი და არა სამზე მომწონს კიდე უფრო მეტად, იმიტომ რომ დელიკაზეც არიან სხვადასხვა მოდელებზე და თვითონ პარასამი ჩემთვის არის მართლა საკულტო მოდელი რა, ანუ იმდენად კარგად დამაჯდა, თავიდან სხვადასხვა ეს არ მომწონდა ვიზუალურად
და საერთოდ არ ვიყავი. არა სამი არ მოგწონდა? არა სამი არ მომწონდა. სანამ არ შევიძინე, მაშინ შერო შემაძელინა ის, რომელიც მქონდა ლურჯი 100 თვეზე და სანამ რეალურად არ გამოვიყენე, მანამ ვიზუალურად დიდად ვერ გაიფობდი, ასე ვთქვათ. და დღეს არის ჩემი ფავორიტი მოდელი. ხო და რაც შეეხება არ ვიცი, შენ დაამატე რატო არის ვარდისფერი კიდე საქველმოქმედო ფერი? მე ბევრს ვერაფერს დავამატებ მიხეილ, ერთს ვიტყვი რომ ხო, მაგასაც ვიტყვი, მანამდე ვიტყვი რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კომპლექტაცია არის აი ეს ვარდისფერი შავი და ფარვით და ერთხელ ეს დაბადების დღეზე მივიდიოდი მეგობართან და რა უნდა შემერჩიე ახლა მე სხვას ვერაფერს ვერ შევარჩევ, ვარჩევ ხოლმე რომ მარტივად რის წაღება შემიძლია და რა თქმა უნდა შევარჩიე დანა ვარდისფერი და შავი დაფერვით აი ესეთი სპაიდერგო შევარჩიე ეგეთ სიმბოლოდ, იმიტომ რომ ყველა აი აქედან შესყიდული თანხა ირიცხება ქალთან ერთ-ერთი დაავადების ფონდში. ნებისმიერი საქართველოში რო ყიდულობ დანა, იცოდეთ რომ აქედან გადარიცხული თანხა ჩვეულებრივად ყველა რაღაცა პროცენტი მიდის თქვათ იმ დახმარების ფონდში, რადგან ნუ სიმბოლურად ავდექი და წავიღე თქვათ რაღაცა თემაში. ხო, ნუ მეგობარია, გოგონაა მეგობარი რა და რომ მივიტანეთ, შედარებით დავიგვიანე იქ დაბადების დღეზე და დაახვდა საჩუქრები, გაშლილი არის უკვე დევს რაღაცა იქ ბრენდებს არ ვიტყვი მე ხერ რაღაც კარგი ბრენდების უფრა არის, ვაზა არის, რაღაცა აქსესუარები არის, თეფშებია, ჭურჭელია რაღაცეები და რომ მივიტანე ეს პატარა ჩანთა ლესეს ჩანთით იყო რა და ლესეს ჩანთა ყველა დაინტერესდა და აი ეს რო გახსნეს პატარა და გადაფარა ყველაფერი. ნამდვილად მაგარი ეფექტია და თქვენს გამოცადეთ რამდენად ეფექტური არის დანის ჩუქება. ნუ ალბათ ფერების თვითონ და დანაც ეფექტური საჩუქარი არის რა და ეს და კიდევ კამუფლირებული შავი დაფერვით არის ხოლმე ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ვერსიები თქვათ ამ დაფერვების თემაში. კარგით ბატონო გიორგი. რა თქმა უნდა დანაზე რა უნდა თქვა ლეგენდა არის და თავისთავი გამართლებული აქვს უკვე ბევრჯერ. აბა შენი დანა გამოვშვი ხა მანდ. მე დამჭა 2 დანა მიხეილ. შენ რამდენი გაქვს დარჩენილი არა გვერიოს ანგარიში? მე 2. შენ 2 გაქვს დარჩენილი. კაი, მაშინ ჩემი ჯერი არის და მოდი მაშინ აი შემოვიყვან შემოვაცურებ ეს M კასტას ბატონო. ხო და ნუ M კასტა 2 მოხდა ახლა ჩვენს არჩევანში. შემართლე გითხრა, იწერან გითხარი რომ იმაზე დამასტარი მეთქი იმას და მე მაინც რაღაცნაირად გული გამიწია, იმიტომ რომ M კასტა წელს დავიმატეთ ჩვენ და M კასტა არ მქონია მე ესე შეხება და აი M კასტასაც სიამოვნებით ვიჩუქებდი. რომ ესე ვიღაცას ვთქვა რა სიჩუქებ, აი იმას ვიჩუქებდი. არ ვიცი. ფასი ახლა რა თქმა უნდა ახლა სანრენმუსთან შედარებით ცოტათი მეტი არის, ახლა ის 63 ლარი იყო და ეს რაღაც 380 და ნუ ის 10,000-ობით კეთდება და თუმცა აი რისი თქმა მინდა რომ აი ეს სულ რაღაც 389 ლარად ჩემთვის ეს არის ნივთი რომელიც მაძლევს ემოციებს, ოღონდ ეს ემოციები არის როგორი განსაკუთრებული, იცი, აი ვიღაცა შეიძლება თქვა რაღაცას კონცერტზე წავიდეს, რაღაცას გადააფრინეს და რაღაც ემოციები მიიღოს. რა თქმა უნდა, მეძღებულო და მეც დავდივარ ეგრე კონცერტებზე, მაგრამ აი ამ დანის შემთხვევაში ეს ბევრი დანები რომ მაქვს ხოლმე, ამ დანას იაპონურებს რო ავიღებ ხოლმე, აი რაღაცნაირად ეგრე ისეთ ხასიათზე მოვდივარ რომ და რაღაცა მცირე დოზით გონებით რაღაცა იაპონურ ემოციებს ვიღებ და იაპონიაში მოგზაურობ იმდენად რაღაც აქ უნდა კითხვა შენ გააქვს იმის კუროსავას ფილმი ნანახი, სადაც ერთადერთი ფილმია მე მგონი, სადაც რეალურად ჩანს კატანის ბნელი მხარე რა, ანუ როგორ ხდება კატანები რა, ანუ ძალიან იოლად რა და ყველა ხო იღებს რო ამ კაცსა და ნუ ამ კაცმა გადაიღო, ანუ მასიური ბრძოლები არის და ნუ ეს პრობლემა რომ ღევში რო გადაგატყდება რამხელა პრობლემა აქვს რა, უყურე. ძალიან დაგაინტერესებს დარწმუნებული ვარ, მე უყურე რამოდენიმე დღის წინ სხვათა შორის. კი ბატონო, საინტერესო არის. შაგიგდებ. ეხლა იგივე მინდა რომ თქვა, ესე იგი, აი ამ დანას ჩემთვის რა ემოცია აქვს, ესე იგი, ჯერ წონა, აი თითქოს ხო პატარა, მაგრამ ესეთი რა, აი რაღაცა, ხო ეს წუნიანი ჯეჯგვია რა რაღაცნაირი და მართლა სხვა ვიზუალი აქვს. მე თქვი ერთ არ მახსოვს მე მგონი წინა ვიდეოში რომ მე არ ვგიშდები იაპონურ დიზაინებზე, მაგრამ არის რაღაცები, რაც ძალიან მომწონს. აი ეს მოდელი მეც ძალიან მომწონს, კიო, რაღაც დაგიმალო რა. ნუ აი იაპონური არის სტილი რა, აი რო არის ოდე რომ M კასტა არის იაპონური არის, რო შეხედო რატომღაც გონია რომ ალბათ უმრავლესობა უნდა მიხვდეს რომ ეს არის იაპონური, რაღაც ისე კარგ გადამოცემული ის ხასიათი ამ ყველაფერში.
კარგია. მშვენიერი, კარგი არჩევანი არის. გავიდეთ ნელ-ნელა შენ გავაცურე. ბოლოსკენ და ესე იგი კაიზერზე მე ვთქვი და მოკლედ რავი რა ვქნა რა ძალიან მიყვარს კაიზერი რა. და კაიზერის გამორჩეული მოდელი წელს ჩემი აზრით იყო ტომბ. ტომბ ინგლისური სიტყვა და ნიშნავს კუბოს. და აი ესეთი სასახლის ფორმის დანა გამოუშვეს, რომელსაც ჯერ დააკვირდები სწრული ჯიმპინგი აქ ესე და აი ფრონტ ფლიპერი არის, ნუ წინვალე მექანიკა რა, აი ხელში მომწონს ერგონომიკა, ხისტარი მომწონს. მე ზოგადად ოქროსფერი არ მიყვარს, მაგრამ აი ეს ჩანართები ძალიან უხდება. სუბუქი არის. აი ძალიან ელეგანტური არის. ხო და აი რა ვიცი რა, ნიტროვიც ადგილზე არის და ძალიან მომწონს ეს დანა რა. კაი. მიხეილ, მე ამ დანასთან არ მქონია რაღაც განსაკუთრებული შეხება, რომ ჩამოვიდე იმდენი მოდელი ჩამოვიდე რაღაც მქონდა, ერთხელ გავხსენე და უკეტებ და ეს იქნება ჩემი პირველი ეგეთი შეხება. ხო და აბა. ნელა სიმართლე გითხრა, უკვე წარმოდგენა მექნება. ნუ პირველი ვიტყვი იმას, რომ ძალიან ძნელია შეინარჩუნო რაღაცა ისეთი ფორმა, არ შეცვალო, ყველაფერი ისეთი გქონდეს, როგორც არის რეალურად და გააკეთო ამასობაში კარგად გამართული დანა. ისეთი რომ ხელში კარგად ჯდება. ეგ ძალიან ძნელი არის. პლუს ამას სულ რო ეს სასახლე არ იყოს ამ ფორმის, სასახლე რო არ იყოს ამ ფორმის, მაგას თავიდანებო. თლიანობაში ძალიან ლამაზი არის და ძალიან კარგად არის გამართული. არ ვიცი, ძალიან კაი ნამუშევარი არის, ვისაც რაღაცა მსგავსი სტილისტიკა, ხასიათი მოწონს, გროტესკული დანა არის. გამორჩეული დანა არის. ხელში ძალიან მაგრა ჯდება. ვიზუალში ცოტა აგრესია აქვს რაღაცნაირად აი ნუ ეს სასახლის ფორმაც ხო განსხვავებულ ხასიათს აძლევს. გახსნა და კიდევ ძალიან მაგარი აქვს. მაგარი მოდელი არის მიშა. და ამისი სხვადასხვა ვერსიებიც არის. კი, ფერები არის და ძალიან ყველა ძალიან ეფექტურია რა, ხო რა? დიზაინერი ყავს ვინმე კონკრეტული? კი, დამავიწყდა აქ ზედატომას არაწერია. ნახე. ანუ კაიზერის მოდელია? ანუ არა, ლოგო აქვს რა ეს თავისი რა, ეს და პროსტა და კაიზერის მოდელი არ არის ეს კი ბატონო. დიზაინერის არის. ხო, აი ძალიან რაღაცნაირი ელეგანტურად არის რა ეს ოქროსფერები რა და აი შიგნიდან რო ხედავ, აი ნახე შემსუბუქებები როგორ არის რა გაკეთებული რა, აი გაკრასია. რაღაცა მაგას გეუნები და იაპონურ სტილში კი არა, მიგონება რაღაც ხეულის ფორმა. ძლებია, ხო? ძლები არის. კი ბატონო. მაგარია, საინტერესოა. ხო, ულტემი რომელიც არის ესეთი, იმას ჩონჩხები აქვს რა ულტემი. მოკლედ მაგარი როჟა არის ძალიან და ესეც არ არის რა რაღაცა რა 205 ლარიღებს ეს დანა ეხა და კაიზერი კიდე რატო შევარჩიე იცი? ანუ ჩასადებები აქვს ძალიან ლამაზი რა. და მაგ დროს ეხა საახალწლოს მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რა. არის. კარგი, მაგარი მოდელია. დღეისათვის შენ ფინალური დანა არის და ჩემთვისაც ერთი დამჭა რა. შენ ფინალური ნუ ისე როგორ დაემთხო ვაფშე ორივეს ერთი ბრენდი დაგჭა. ეგ ნახდათ არ მიფიქრია რა სტრანია თო. მოკლედ შემოვაგორე ლეგენდა ელემენტუმი. ოღონდ შენ კი დამიწუნე წერან რა უზმური ფერები შეგირჩევიაო და რაღაცა და სიმართლე გითხრა გაყიდული დამხვდა ის ფერი მე ადრე ის ფერი და საერთოდ იმიტომ ჩამოვიტანე რომ ჩემთვის ამეღო მე დამავიწყდა მე გაყიდული დამხვდა. ხო და ბლუ რესინ ერქვა. კი რაღაცა ოკეანის ფერებივით რო იყო ძალიან რაღაც საოცრად ლამაზი იყო. მოკლედ ნუ არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მოდელი თვითონ ძალიან მაგარი არის. ელემენტუმი მეგობრებო, ლეგენდა CV-ის, ოღონდ ამ შემთხვევაში ისევ slip joint-ი და არ ვიცი, საოცარ ემოციებს მაძლევს აი slip joint-ები რა. აი უკვე ორმაგი დეტენტი. ორმაგი დეტენტი არის შიგნით როგორც ბურთულაკები. ამას ქვია რომ 90 გრადუსზე ჩერდება რაღაც სახელი ქვია. თუ არ მეშლება. არა, მე მაგასაც ორმაგი დეტენტს ეძახიან. შეიძლება ხომ მე არ ვიდავებ მაგას კი ბატონო. ორმაგი გაჩერება, კაი, ესე ვთქვათ. აი, Beatles Max-ის 3 მაგი აქვს, მაგალითად. კი ბატონო. არ ვიცი, საოცარი ემოცია, საოცარი საიმედოობა slip joint-ის, რომ იცი რომ სულ ესეთი იქნება, არასდროს არაფერი არ მოუვა. დანარჩენი ახლა უნდა იცოდეს slip joint-ის მოხმარება, რომ მოხმარე, კი ბატონო, რომ რა დანიშნულებით და როგორ და რა დატვირთვით. აი, მაიტეთი. და ნუ ეს რა თქმა უნდა გაჭრის მაშინ. ხო. ისე მაგაზე მინდა რომ ძალიან ბევრს გონია რომ ანუ შიდა ლინზა ზოგადად რომ აგრესიულად ჭრის რა და ფურცელს კარგად ჭრის, მაგრამ ნუ ყველაფერს არ ჭრის რა და ბევრჯერ ვილაპარაკია მაგაზე. მაგაზე რომ შეხვდეთ შეცდომაში რომ
მაგაზე ველად რო გავიჭრებით მე და შენ. კი ბატონო. მაგაზე გავტესტოთ მე კარგად კიდევ რა როგორ ჭრის უკეთესად გეომეტრია. ეს არის დანა, რომელმაც პირველმა მოახერხა ჩინურმა დანამ, რომ გამختارიყო ლეგენდა ამერიკულ ბაზარზე. ამ დანამდე ესეთი რამე არავის არასდროს არ მოუხერხებია. ანუ, როდესაც გამოვიდა ელემენტუმი ამერიკის ორივე გიგანტ საიტზე, PlayDH-ზე და Knives ცენტრზეც იყო უპირობო გაყიდვების ლიდერი. იგო? მე მგონი ყველაფერი ნათქვამი არის მაგ ფაქტით, რა რომ ამერიკელებისნაირი შოვინისტი ხალხი ჩინურ დანას რო პირველად ყიდულობს. ძალიან მაგარი მოდელი არის. ძალიან მაგარი გაკეთებული, აი ცალი ხელთაც ისეთი კომფორტული არის. გახსნას პრაქტიკა უნდა, მაგრამ დაკეთებით ძალიან კარგად დაუკეთე. ისე მართლა დაემთხვა, რომ ბოლოს მოვიტოვეთ ორივე ვინაეფ ჯგუფის დანები, კერძოდ CVV-ს და ეს თუ არის პირველი ლეგენდა, ჩემთვის ეს არის მეორე ლეგენდა რა, იმიტომ რომ CVV-მ ეს მოდელი პირველი გამოუშვა ვინაეფმა. და ვინაეფს ჰქონდა რაღაც პატარა ხარვეზები. და CVV-მ გამოასწორა და აბატონო არ ვიცი რა, აი Snacks-ი თავისი გენიალური იმით, რა ქვია, სუპერლოკით, აი აბსოლუტურად იდეალური ერგონომიკით, ძალიან მაგარი გეომეტრიით, ძალიან კარგი ჭრით. მაიცადი. მე კიდე მაქვს დანა. შენ კიდე გაქვს? კი ბატონო. მე დავამთავრე. კი ბატონო, შენ რამის დაამთავრე. გამომჩა ისე იდო რომ იმალებოდა. Vision FG, ანუ აი მართლა გულახდილად ვიძახი, რომ CVV-ის ასორტიმენტში ჩემი ნომერ პირველი საყვარელი დანა არის ეს. ესეც არის სხვადასხვა მოდიფიკაციით და ანუ ესეთი ფიჯეტი, აი არ ვიცი, ტყუილია რა, ანუ საოცარი ჯამკეტი მექანიზმი აქვს და არ ვიცი, ყველას გირჩევთ გულწრფელად. Snacks ძალიან მიყვარს გულახდილად ვიძახი, აი ეს არის საოცარი მოდელი. კაპკოპი მენა რა. ძალიან. ერთადერთი მე ვინაიფსეც ვფიქრობდი, მაგრამ ვინაიფსე ვერ გავიგე, აი ამ ადგილზე კლიპსები რაღაცნაირად ჯერ ვერ დავამოვა. თუმცა ვიცი რომ თაყვანისმცემლები ყავს ცალკე. შეიძლება თქვი რომ რაღაცა ის ქონდაო ვინაიფსე. მაგას კლიპსის გარდა თვითონ ჩამკეტის ჩამკეტზე პრობლემა ქონდა, всё გავიგე. ნუ ხელი გიცურავდა და ვინაიფის შესრულებით არ მქონია რა ეს მოდელი და მაგიტო ეს კლიპსა ვინაიფის ამ ზევიდან კლიპსას ზოგი ისე აკეთებს რომ ჯიბეზე ხო ანუ ეს ვინაიფის ანუ არ ტრიალდებოდა რა და ანუ იყო გაკვიტინებული რა ეგეც პრობლემაა. რაღაც თავისებული ის არის, იმიტომ რომ ახლა როკსტედებზეც არის მაგავსი კლიპსები რა, თუმცა მე ჯერჯერობით ვერ დავამოყამე. აი ეს გვერდზე სტანდარტულად მირჩეული ვარ. მოკლედ საოცარი მოდელი, ძალიან მაგარი საჩუქარი, ძალიან მაგარი მოდელი, ის არის თან განსხვავებულია ყველაფრით, ის ფორმით, გეომეტრიით, ჩამკეტი მექანიზმით, აი როგორც ფიჯეტი. კარგი არის მიშა. აბა, ერთი სულ მექვს ჩემსაზე გადმოვიდე ისევ. მაინც არის, ეგ მაინც გააძრე. ნუ ეს რო შემოვიარე, სიმართლე გითხრა, ეს ეგრევე თვალში მოხდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მიხსენებია რა, მაგარი მოდელი არის დაგერის კარდი. კი ბატონო. დაგერის კარდი მე ძალიან მიყვარს და მე მგონია რომ ყველასთვის ძალიან მაგარი საჩუქარი არის, ოღონდ ესეთი საჩუქარი არის. მე სიმართლე გითხრათ არ შემხვედრია კაცი დანები არ უყვარდეს და აი შეიძლება იძახდეს რომ დანა არ მიყვარს, მაგრამ რუაჩუქო რო არ გაუხარდება, ეგეთი არ შემხვედრია და მეც არ შემხვედრია. აი ეს კიდევ ისეთი რაღაცა არის, რომ აი აბსოლუტურად ყველას ჩემი აზრით რომ ძალიან ეფექტური იქნება და ისეთი რომ რაღაც შთაბეჭდილებას მოახდენს. იმიტომ რომ ჯერ card knife-ები არის ეგეთი და მეორე კიდე აი ესეთი შესრულებით აი ეს ძალიან კარგი მოდელი არის რა. ხელში ძალიან კარგად შედება. რაღაც ისეთი საიმედო დაწყობილი არის ეს თხელი დანა. ძალაც რო შეგიძლია თითქოს დაატანო. გალეშიცაც რო გაილესება, ჭრის კიდევაც ჩამკეტიც აწყობილი აქვს, არანაირი ლუფტები არ აქვს დანას. და ეტევა. კი, და ძალიან კარგად. და ბარათის ზომა არის ჩვეულებრივად, აი საოცარი დანა არის და პლუს კიდევ აი ესეთი შესანიშნავი ჩასადები მოყვება თავისი მაგნიტური რო მაგნიტდება და იკრობა. მოკლედ, დაგერის კარდიც ერთ-ერთი ფავორიტი. ეს მოდელი მართლა არ შეიძლება რომ არ აღინიშნოს რომ დაგერმა მოახერხა და ანუ ეხა ეს კონკრეტული ვიზუალით რა, ანუ Spider-Ghost ჰქონდა card knife და იყო ძალიან მოუხერხებელი. აი ნუ არ ვიცი, card knife-ის გარდა ყველაფერი იყო რა. და ისე მაგრად გააკეთეს, ანუ თავისი შტრიხები შეიტანეს, რა თქმა უნდა,
ჩამკეტი შეუცვალეს და ნუ შენი თქმის არ იყოს მეც არ მგონია რომ ვინმე გულგრილი დარჩეს ამდანის კი ბატონო. მიმართ ნუ მაგარი საბოლოოდ საჩუქარი ისე არის. გამოვიდა მიშა რომ ესეც წლევანდელი ნამატი არის დაგერი ჩვენ MK-საც წლევანდელი ნამატი არის კი ბატონო და აგე სანრენმუც წლევანდელი ნამატი არის რა და ნამატი არის კი ბატონო ესე იგი კაი ნამატი არის სახანწლის ბოლოს მართლა ისინი შევარჩიეთ ფაიზა. ფიქრები არის კაი მოკლედ აბა დამდეგი ახალი წელი მოვა აგერ რამოდენიმე დღეში ბევრი თქვათ არ დალიოთ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით ისროლეთ უსაფრთხოთ და კარგ რაღაცებს გისურვებთ ჩვენო ზურფასო გამომწერება და გამოიწერეთ არ მრავალს გილოცავთ და მოუფრთხილეთ ერთმანეთს შევხვდებით 2026-ში აუცილებლად დემონსტრაციულად მოვიხადოთ ხუთი არის